მოგესალმებით, მე ვარ ნინი, მენტალური ზრდის აკადემიის მენტორი და დღევანდელ ვიდეოში გესაუბრებით ჩარლზ ენელის სურვილების ასრულების მასტერგასაღებზე, წიგნზე, რომელიც აღიარებულია მსოფლიო ფსიქოლოგიურ ბესტსელერად. წიგნი ნათარგმნია ქართულ ენაზე და შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ მაღაზიაში. სურვილის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გადმოგიგზავნოთ მისი PDF ვერსია. ეს წიგნი კლასიკად ითვლება და გვაძლევს ნათელ, ამომწურავ და მოკლე ახსნას იმ კანონებისა, რომლებიც ეხებიან ისეთ მოვლენას, როგორიც არის წარმატება. თუ თქვენ გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ ცხოვრებაში, მასტერგასაღების სისტემა, გასწავლით ეს როგორ უნდა გააკეთოთ. ჩარლზ ენელის ეს წიგნი ბილ გეიტს და სილიკონის ველის მილიონერებს თავის სამაგიდო წიგნად მიაჩნდათ. თავად ნაპოლეონ ჰილი, ავტორი წიგნისა „იფიქრე და გამდიდრდი“, აღიარებს, რომ თავის წარმატებას ის მასტერგასაღებს უმადლის. სწორედ ამ წიგნის მიხედვით მუშაობთ მენტალური ზრდის აკადემიაში ჩვენს ონლაინ კურსებზე, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალმოთხოვნადი კურსებია ჩვენს აკადემიაში. მე მაქსიმალურად შევეცდები, რომ ეს წიგნი თქვენთან ერთად განვიხილო და რაც შეიძლება დიდი სარგებელი მოგცეთ იმ გაკვეთილებისა და სავარჯიშოებისგან, რომლებიც ამ წიგნშია მოცემული. სანამ გაკვეთილების ახსნაზე გადავალ, მინდა გაგაცნოთ წიგნის სტრუქტურა. წიგნში არის მოცემული 24 გაკვეთილი, თავისი 24 სავარჯიშოთი. თითოეული გაკვეთილი შედგება შესავალი ნაწილისგან, თეზისებისგან და სავარჯიშოსგან. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სისტემაში არის სავარჯიშო, რომელიც სრულდება 7 დღის განმავლობაში. რეკომენდირებულია სავარჯიშოები გააკეთოთ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში. სავარჯიშოების შესრულებისას უნდა იყოთ მარტო და არავინ არ უნდა გიშლიდეთ ხელს მათ შესრულებაში. თითოეული სავარჯიშო სრულდება თვალდახუჭ მდგომარეობაში და როგორც უკვე გითხარით, ეთმობა მინიმუმ 15 წუთი. დანარჩენ დეტალებს წიგნის განხილვის პერიოდში აუცილებლად მოგიყვებით. მაშ დავიწყოთ. პირველი გაკვეთილი არის მასტერგასაღების სისტემის მიმოხილვა და ვკითხულობ მის შესავალ ნაწილს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენს ყურადღებას შევთავაზო მასტერგასაღების სისტემის პირველ გაკვეთილი. გინდა თქვენ ცხოვრებაში მეტი ძალის შეტანა? მაშინ თქვენ უნდა შეძლოთ ამ ძალის გაცნობიერება. უკეთესი ჯანმრთელობა გინდათ? თქვენ გჭირდებათ ჯანმრთელობის გაცნობიერება. გინდათ მეტი ბედნიერება? თქვენ გჭირდებათ ბედნიერების გაცნობიერება. შეიგრძენით ამ სიკეთეების სული, სანამ ის კანონიერად თქვენი არ გახდება და მაშინ შეუძლებელი იქნება მათი თქვენგან გაუცხოვრება. ყველა ნივთი მსოფლიოში ადამიანის შინაგან ძალას ემორჩილება. ამ შესავალ ნაწილში თითქოს არაფერი არ არის გაუგებარი, მაგრამ მინდა ყურადღება მივაქციო სიტყვას გაცნობიერება. გაცნობიერება არ არის მხოლოდ რაღაცის ცოდნა. გაცნობიერება არის მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებაც. აი რაღაცნაირად, როდესაც გაცნობიერებული გაქვს ესა თუ ის ფაქტი, ის სულ სხვანაირად გაქვს გაგებული, ვიდრე რაღაცის ცოდნა. მოკლედ გაცნობიერება სულ სხვა რაღაცაა და ის აბსოლუტურად არ გავს ცოდნას. და შესავალში წავიკითხეთ, რომ თუ თქვენ გინდათ უკეთესი ჯანმრთელობა, ანუ უნდა გქონდეთ ამ ჯანმრთელობის გაცნობიერებულობა, ასევე ძალის გაცნობიერებულობა, ბედნიერების გაცნობიერებულობა. ანუ თქვენ უნდა იცოდეთ ეს ჯანმრთელობა, ეს ბედნიერება, თუ რაღაცა ძალის ქონა, რა არის რეალურად და არა მხოლოდ მათზე მწირი ინფორმაციის ქონა. თქვენ არ გჭირდებათ ამ ძალის შეძენა, თქვენ უკვე ფლობთ მას, მაგრამ თქვენ გჭირდებათ მისი გაგება და გამოყენება. მისი მართვა და მისით გაჟღენთვა, რათა იმოძრაოთ წინ და მიაღწიოთ წარმატებას ცხოვრებაში. საკმარისია ჩვენ გავიგოთ თუ რა გვინდა და ჩვენი არსება სრულიად უნდა გაიჟღინთოს იმ ცნობიერებით, რასაც გვინდა მივაღწიოთ. თანდათან თქვენ მიერ ამ სისტემის ათვისებისა და იმის კვალობაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდება თქვენი გეგმები, გაძლიერდება თქვენი შთაგონება. თქვენ გაგებას შეიძენთ. თქვენ დაიწყებთ იმის გაცნობიერებას, რომ ეს სამყარო არაქვებისა და მორების მკვდარი გროვა, არამედ ცოცხალი არსებაა. იგი შედგება ფეთქავი ადამიანური გულებისგან. იგი სავსეა სიცოცხლითა და სილამაზით. მას შემდეგ, რაც თქვენ ამ სისტემას აითვისებთ, შეიძენთ გაგებას და ამ გაგებით დაიწყებთ იმის გაცნობიერებას, რომ ამ სამყაროში ყველაფერი ცოცხალია. იგი სავსეა სიცოცხლითა და სილამაზით.
ცხადია, რომ ასეთ მასალასთან მუშაობა გაგებას მოითხოვს, მაგრამ მას, ვინც ეს გაგება მოიპოვა, ახალი სიცოცხლე შთააგონებს, ახალი ძალა. ყოველდღე ის იძენს სულ უფრო და უფრო მეტ დარწმუნებულობას და ძალას. ის აცნობიერებს, რომ მისი იმედები და ოცნებები სრულდება, რომ მისმა ცხოვრებამ უფრო ღრმა, სავსე და ნათელი აზრი შეიძინა. ნამდვილად რთულია ასეთ მასალასთან მუშაობა, მაგრამ მას, ვინც შეძლო ამ სირთულესთან გამკლავება, ცხოვრება სულ სხვაგვარი ფერებით გადაეშალა. მისი ოცნებები და იდეები ასრულდა და მისმა ცხოვრებამ უფრო ღრმა და ნათელი ელფერი შეიძინა. და სხვათა შორის მეც ვარ ამის მაგალითი. მე გავიარე მასტერგასაღების სრული კურსი არაერთხელ და ჩემი ცხოვრება მართლაც ჩადოსტურად შეიცვალა. მოვიპოვე მეტი თავდაჯერებულობა, მეტი წარმატება ჩემს საქმიანობებში. გამიუმჯობესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამისტაბილურდა და ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. და რაც ყველაზე მთავარია, ამისულდა ის სურვილები, რომლებზეც ადრე ვერც კი ვიოცნებებდი. ზუსტად ამიტომ ქვია ამ წიგნს სურვილების ასრულების მასტერგასაღები. ახლა კი მოდით გავაგრძელოთ თეზისები. ყოფიერების ნებისმიერ სფეროში მოქმედებს ერთი ჭეშმარიტება. ბევრი მოიზიდავს კიდევ უფრო ბევრს. თანაბრად სამართლიანია, რომ დანაკარგს კიდევ უფრო დიდი დანაკარგები მოჰყვება. გონება შემოქმედებითია. ყველა გარე პირობა მთელი ჩვენი გარემოცვა. მთელი ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება, ჩვენი ჩვეული, გაბატონებული, აზრობრივი წყობის შედეგია. და ბევრი თავისთავად კიდევ უფრო ბევრს მოიზიდავს. და ყველა გარე პირობა, ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა, მთელი ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება, ჩვენში გაბატონებული, აზრობრივი წყობის შედეგია. ამ ყველაფრის გააზრება ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს იმაზე, რომ კარგად უნდა შევისწავლოთ, როგორი აზრობრივი წყობა გვაქვს ჩვენ, მთელი ჩვენი სამყარო, ანუ ის ცხოვრება, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენი აზრობრივი წყობის პირდაპირ პროპორციულია. გონება განწყობილება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ. შესაბამისად, ნებისმიერი ძალის, ნებისმიერი მიღწევის და ნებისმიერი ფლობის საიდუმლო ჩვენი აზროვნების ხერხებშია. აქ მე მგონი რთული არაფერი არ არის. ანუ ჩვენი აზროვნების ხერხებშია დამალული ის თესლები, რომლისგანაც აღმოცენდა ცხოვრება, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ვიდრე გავაკეთებთ, ჯერ ხომ უნდა ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ მხოლოდ იმის ფარგლებში, რაც ვართ, ხოლო ის თუ რა ვართ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რასაც ვფიქრობთ. და მართლაც ასეა. დავფიქრდეთ, რა ფიქრებს ვაწარმოებთ ჩვენ გონებაში. დღის განმავლობაში რამდენად პოზიტიური ან ნეგატიური ფიქრები გვაქვს. და ამის მიხედვით მივხვდებით თუ რა ვართ ჩვენ შინაგანად. ჩვენ ვერ გამოვავლენთ ისეთ ძალებს, რომლებსაც არ ვფლობთ. ძალის ფლობის ერთადერთი ხერხი ამ ძალის გაცნობიერებაა და მის გაცნობიერებას ვერ შევძლებთ, სანამ არ გავიგებთ, რომ მთელი ძალა ჩვენ შიგნითაა. ჩვენ შიგნით არის მთელი სამყარო, აზრის, გრძნობისა და ძალის სამყარო, რომელიც სავსეა სინათლით, სიცოცხლით და სილამაზით. და თუმცა იგი უხილავია, მისი ძალები უზარმაზარია. ამ შინაგან სამყაროს მართავს გონება. აღმოვაჩენთ, რა ამ სამყაროს ჩვენ ვიპოვით ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას, ნებისმიერი შედეგის მიზეზს და რადგანაც ჩვენ შიგნით არსებული სამყარო ჩვენივე კონტროლს ექვემდებარება, ძალისა და ფლობის ყველა კანონი ასევე ჩვენ გვემორჩილება. აჰა, გავიგეთ, რომ ესე იგი ჩვენს ცხოვრებას მართავს ჩვენი ფიქრები. და სწორედ ამ ფიქრებისგან იქნება ჩვენი შინაგანი სამყარო, რომელიც თავის მხრივ მართავს იმ ცხოვრებას, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ამ შინაგან სამყაროს მართავს გონება და თუ ჩვენ ვისწავლით გონების მართვას ცნობიერად, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი შინაგანი სამყარო და ამ წიგნის განხილვისას ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან კარგად ვისწავლით. გარე სამყარო შინაგანი სამყაროს ანარეკლია. ის რაც ჩნდება გარეთ, შიგნით უნდა იყოს ნაპოვნი. შინაგან სამყაროში ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ უსასრულო სიბრძნე, უსასრულო ძალა, ყველაფერ აუცილებლის უსასრულო წყარო. ისინი აღმოჩენას, განვითარებას და გამოვლენას ელოდებიან. თუ ჩვენ ვაღიარებთ შინაგან სამყაროს ამ პოტენციურ შესაძლებლობებს, ისინი განსახიერდებიან გარე სამყაროში. ესე იგი, შინაგან სამყაროში ჩვენ გქონია ყველანაირი ძალა, რაც გვჭირდება, მაგრამ საჭიროა ამ ძალის აღიარება და შემდეგ მათი აღმოჩენა, რადგან ის არის პოტენციური შესაძლებლობა, რომელიც ელოდება გამოვლინებას და ეს გამოვლინება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გონების მეშვეობით. გარე სამყარო ჰარმონიას ასახავს შინაგან სამყაროში ჰარმონიული მდგომარეობებით. ჩვენს ირგვლივ სასიამოვნო გარემოთი, ყველაფერს საუკეთესოთი.
ესაა ჯანმრთელობის საფუძველი და ყოველგვარი დიდების, ნებისმიერი ძალის, ნებისმიერი შეძენის, მიღწევის და წარმატების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. ჰარმონია შინაგან სამყაროში ნიშნავს ჩვენი აზრების კონტროლის უნარს და საკუთარი თავისთვის იმის განსაზღვრას, თუ რა ზემოქმედებას მოახდენს ჩვენზე, ესა თუ ის ცხოვრებისეული გამოცდილება. ეს და კიდევ რამდენიმე თეზისი გვესაუბრება ჰარმონიაზე. ჰარმონიაზე გარე სამყაროში, რომელიც შინაგან ჰარმონიაზე არის დამოკიდებული. და შინაგან სამყაროში, რომ ჰარმონიულები უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა გქონდეს იმის უნარი, რომ ვაკონტროლოთ ჩვენი აზრები. და არა მხოლოდ აზრები, არამედ უნდა შეგვეძლოს იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენას მოახდენს ჩვენზე ცხოვრების ესა თუ ის გამოცდილება. ამის მარტივი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ ასეთი. კონფლიქტურ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ ვიღაცასთან გვაქვს შელაპარაკება, თუ ჩვენ ვართ შინაგანად ჰარმონიულები, აუცილებლად შევძლებთ სანამ გადავალთ კონფლიქტზე, იმაზე დაფიქრებას, რომ ეს კონფლიქტი მე არაფერს კარგს არ მომიტანს. თუნდაც მართალი ვიყო, თუნდაც ჩემი მოწინააღმდეგის ბრჭყალებში დამარცხება შემეძლოს ჩემი პასუხის გაცემით, მე თუ შინაგანად ჰარმონიულ მდგომარეობაში ვარ, ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ვიცი, ნებისმიერი ნეგატიური ქმედება მე უკან დამიბრუნდება. ჰარმონია შინაგან სამყაროში ქმნის ოპტიმიზმს და სიუხვეს. შინაგან სიუხვეს კი მივყავართ გარეგან სიუხვემდე. გარე სამყარო ასახავს შინაგანი ცნობიერების გარემოებებსა და მდგომარეობებს. თუ სიბრძნეს ვიპოვეთ შინაგან სამყაროში, გაგებას მოვიპოვებთ, რომელიც მოგცემს ამ სამყაროში დამალული შესანიშნავი შესაძლებლობების დანახვის საშუალებას. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ძალას გარე სამყაროში ამ შესაძლებლობების გამოსავლენად. გავაცნობიერებთ რა სიბრძნე შინაგან სამყაროში, ჩვენი გონება დაეუფლება მას და მაშინ ჩვენ შევალთ ძალისა და სიბრძნის რეალურ მფლობელობაში, რომლებიც ასე საჭიროა იმისთვის, რომ შევქმნათ გარე სამყარო. ის, რაც არსებითად აუცილებელია ჩვენი ყველაზე უფრო სრული და ჰარმონიული განვითარებისთვის. შინაგანი სამყარო პრაქტიკული სამყაროა. ესაა სამყარო, რომელშიც ძლიერი ადამიანები გენერირებენ სიმამაცეს, იმედს, ენთუზიაზმს, თავდაჯერებულობას, ნდობას და რწმენას. ეს ყველაფერი მათ აძლევთ დახვეწილ გონებას იმისთვის, რომ გქონდეთ ოცნება და პრაქტიკული უნარჩვევები ოცნების განსახორციელებლად. ესე იგი, შინაგანი სამყარო ყოფილა პრაქტიკული სამყარო, ადგილი, სადაც ჩვენ უნდა დავაპრაქტიკოთ, ანუ განზრახულად ვაწარმოოთ ფიქრების სიმამაცეზე, ენთუზიაზმზე, რწმენაზე, წარმატებაზე და ეს განზრახ ნაწარმოები, ფიქრები შექმნიან იმ გარემოებებს, რასაც ვაწარმოებთ. სიცოცხლე ეს მუდმივი აღმოჩენაა და არა უბრალოდ გაზრდა. ის, რაც ჩვენთან მოდის გარე სამყაროში, უკვე არის შინაგან სამყაროში. ანუ რაც ჩვენ ცხოვრებაში მომხდარა, თურმე უკვე ჩვენ შინაგან სამყაროში ყოფილა. ანუ ჩვენ უკვე მათზე აზრები გვიწარმოებია. სხვათა შორის ამაზე მინდა რომ ძალიან კარგად დაფიქრდეთ. ესე იგი, თქვენ ცხოვრებაში თუ არის რაღაცა ისეთი, რაც თქვენ არ მოგწონთ, თურმე ამის შესახებ აზრები თქვენ უკვე გქონიათ შინაგან სამყაროში, ანუ გონებაში. აბა დაფიქრდით და კომენტარებში დამიწერეთ, თუ გამოვლენილა ისეთი რაღაც თქვენ ცხოვრებაში, რაზეც ადრე გიფიქრიათ. ნებისმიერი ფლობა ეფუძნება ცნობიერებას. ნებისმიერი შეძენა დაგროვებითი ცნობიერების შედეგია. ნებისმიერი დანაკარგი ფლანგველური ცნობიერების შედეგია. გონების პროდუქტიულობა დამოკიდებულია ჰარმონიაზე. უთანხმოება ნიშნავს წარუმატებლობას, ამიტომ ის, ვისაც ძალის მიღება სურს, ბუნებრივ კანონებთან უნდა იყოს ჰარმონიაში. ესე იგი, მას, ვისაც უნდა რომ იყოს წარმატებული, გარდა იმისა, რომ უნდა აწარმოებდეს ფიქრებს წარმატებაზე, ამასთან ერთად ის უნდა იყოს ჰარმონიაში ბუნების კანონებთან და ახლა იწყება ყველაზე საინტერესო და მინდა რომ ყურადღებით მომისმინოთ. გარე სამყაროსთან ჩვენ გვაკავშირებს ობიექტური გონება. ამ გონების ორგანოა ტვინი. ცერებროსპინალური ნერვიული სისტემა კი უზრუნველყოფს მის შეგნებულ კავშირს სხეულის თითოეულ ნაწილთან. ეს ნერვიული სისტემა რეაგირებს სინათლის, სითბოს, სულის, გერის ან გემოს შეგრძნებაზე. ესე იგი, გავიგეთ ის, რომ გარე სამყაროსთან ჩვენ გვაკავშირებს ტვინი, ხოლო ცერებროსპინალური ნერვიული სისტემა იმას, რა ინფორმაციაც ტვინმა მიიღო გარე სამყაროდან, გრძნობის 5 ორგანოს საშუალებით, ამ ნერვიულ სისტემას მთელ სხეულში გადააქვს.
როცა ის გონებას სწორად აზროვნებს, როცა მას ესმის ჭეშმარიტება, როცა ცერებროსპინალური ნერვული სისტემით სხეულში გაგზავნილი აზრების შემოქმედებითია, ეს შეგრძნებები სასიამოვნო და ჰარმონიულია. ესე იგი, გონებამ, როცა მიიღო გარე სამყაროდან ინფორმაცია, მაგალითად დაინახა რაღაცა ლამაზი პეიზაჟი ან დაინახა დედაშვილი, აღიქვა მან ეს სასიამოვნოდ, ანუ მოეწონა ტვინს და ცერებროსპინალური ნერვული სისტემის საშუალებით მთელ სხეულში გადავიდა ის ემოცია, რაც ტვინმა აღიქვა და დაინახა. ხვდებით, რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც თქვენ ხედავთ, რასაც თქვენ ეხებით, რასაც თქვენ მიირთმევთ, რასაც თქვენ განიცდით, თურმე ტვინის საშუალებით ის მთელ სხეულში გადანაწილდება. აქ გადაგზავნილი აზრები თუ ის ჰარმონიულია, შეგრძნებები ძალიან სასიამოვნოა. შედეგად ჩვენი სხეული ივსება ენერგიით, შემოქმედებითი სასიცოცხლო ძალით, მაგრამ იგივე ობიექტური გონები ჩვენ შეგვიძლია ცხოვრებაში შევუშვათ ნაღველი, ავადმყოფობა, გაჭირვება, შეზღუდვა, ყველა სახის უთანხმოება, დისჰარმონია. შესაბამისად, სწორედ ობიექტური გონება არასწორი აზროვნების შედეგად ვაკავშირებს ყველა დამანგრეველ ძალასთან. ანუ იმის გარდა, რომ სასიამოვნოს აღიქვამს ჩვენი ტვინი და გადასცემს მთელს ჩვენს სხეულს, შეიძლება დამანგრეველი ინფორმაციაც აღიქვას და ის გადასცეს სხეულის სხვადასხვა ნაწილს. სწორედ ასე ჩნდება დაავადებები, სხვადასხვა შეზღუდვები, ფსიქიკური აშლილობები, შფოთვა, პანიკური შეტევები და ასე შემდეგ. ესე იგი, გავიგეთ გარე სამყაროსთან რა გვაკავშირებს და როგორ მოქმედებს ეს კავშირი ჩვენ შინაგან სამყაროზე. ახლა კი გადავიდეთ შინაგან სამყაროზე. შინაგან სამყაროსთან ჩვენ გვაკავშირებს ქვეცნობიერი, ანუ სუბიექტური გონება. მისი ორგანო არის მზის წნური. ყველა სუბიექტურ შეგრძნებას, სიხარულს, სიყვარულს, ღელვას, სუნთქვას, წარმოსახვას და სხვა ქვეცნობიერ მოვლენებს განაგებს სიმპათიკური ნერვული სისტემა. სწორედ ქვეცნობიერი გვაკავშირებს სამყაროსეულ გონთან და გვაძლევს წვდომას სამყაროს უსასრულო შემოქმედებით ძალასთან. ესე იგი, შინაგან სამყაროს, რომელსაც ქვეცნობიერი გონებას უწოდებენ, ამასთან ერთად ეძახიან სუბიექტურ გონებას და მისი ორგანო ყოფილა მზის წნული, რომელიც მდებარეობს კუჭის უკან და სწორედ ქვეცნობიერი გონება განაგებს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას, როგორიც არის სიხარული, წარმოსახვა, სუნთქვა და ასე შემდეგ. ქვეცნობიერი გონების საშუალებით ჩვენ უკავშირდებით მაღალ ღმერთს და ვიყენებთ იმ უდიდეს შესაძლებლობებს, რომელიც ადამიანს შეუძლია გამოიყენოს ღმერთთან კავშირის დროს. ჩვენი არსების ამ ორი ცენტრის კოორდინაცია და მათი ფუნქციების გაგება სიცოცხლის დიდი საიდუმლოს გასაღებია. ვფლობთ რა ამ ცოდნას ჩვენ შეგვიძლია შეგნებულად შევინარჩუნოთ ობიექტური და სუბიექტური გონების ურთიერთქმედება. ვმართავთ რა ამგვარად სასულს და უსასულოს. ჩვენი მომავალი მთლიანად ჩვენ ხელთაა. იგი აღარ არის დამოკიდებული კაპრიზულ და ცვალებად გარე ძალებთან. ესე იგი, თუ ჩვენ ვისწავლეთ ცნობიერი გონების იგივე ტვინის და ქვეცნობიერი გონების იგივე მზის წნულის ამ ორი მნიშვნელოვანი ცენტრის მართვას და მათი ფუნქციების გაგებას, ჩვენ შევძლებთ ავისრულოთ ყველა სურვილი და აღარ ვიყოთ დამოკიდებული სხვა გარე ძალებზე. ანუ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ბედის წერა ხელახლა გადავწეროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ყველა ადამიანი ეთანხმება იმას, რომ არსებობს მხოლოდ ერთი საწყისი, ანუ ცნობიერება, რომელიც გამსჭვალავს და აავსებს მთელ სამყაროს. იგი ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და ყველგან ყოფილია. ყველა აზრი და საგანი მის შიგნითაა. იგი არის ყველაფერი ყველაფერში. 23 თეზისში არის საუბარი ღმერთზე. მაგრამ სიტყვას ღმერთს ავტორი არ იყენებს, გამომდინარე იქედან, რომ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები კითხულობენ ამ წიგნს და ავტორს სურს, რომ თითოეულ ადამიანთან მივიდეს ისე, რომ არ გამოვლინდეს რელიგიასთან მისი მიკუთვნებულობა. და 23 თეზისში ზუსტად ამბობს იმას, რომ ყველა ადამიანი ეთანხმება ღმერთის არსებობას, რომ არსებობს ძალა, რომელიც არის ყოვლისშემძლე, ყველგანმყოფი და ყოვლისმცოდნე. სამყაროში არსებობს აზროვნების უნარის მქონე მხოლოდ ერთი ცნობიერება და როცა ის აზროვნებს, აზრები მისთვის ხდება ობიექტური საგნები. რამდენადაც ეს ცნობიერება ყველგანმყოფია, იგი თითოეულში უნდა იყოს და ყოველი ჩვენგანი უნდა იყოს ამ ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და ყველგანმყოფი ცნობიერების გამოხატულება. ახლა ნახეთ, როგორ გადაყავს
ესე იგი ვიცით, რომ ღმერთის მიერ არის შექმნილი მთელი სამყარო და ამ სამყაროში არსებული სხვა არსებები და მათ შორის ადამიანი. და გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ადამიანს აქვს აზროვნების უნარი, ანუ მასშიც უნდა იყოს ღმერთის საწყისი, ანუ ის სამყაროსეული გონი, რომელიც ყოვლისმცოდნეა, ყოვლისშემძლე და ყველგანმყოფია. და ბიბლიაც ამას არ გვეუბნება? ღმერთმა შექმნა ადამიანი მსგავსად და ხატად თავისა. ანუ თითოეულ ჩვენგანში, ყველა ადამიანში არსებობს ღმერთის ნაწილი, ზოგ ადამიანს ამის წამს, ზოგს საერთოდაც არ წამს, ზოგში ეს შეგრძნება მიძინებულია, ზოგში კი ახლახან გაიღვიძა. თქვენ უფრო იცით, თქვენ რომელმადაც მიეკუთვნებით, მაგრამ თუ თქვენ ამ დრომდე მისმენთ, ხვდებით, რომ თქვენში ღმერთის ენერგია გაღვიძებულია. თქვენი ტვინის უჯრედებში მოქცეული ცნობიერება იგივე ცნობიერებაა, რაც ნებისმიერი სხვა ადამიანის ტვინის უჯრედებში. თითოეული ადამიანური გონება არის სამყაროს კოსმიური გონების მხოლოდ ინდივიდუალიზაცია. აქ კიდე ნახეთ, რას უსვამს ხაზს. იმას, რომ ნებისმიერი ადამიანის ტვინის უჯრედში არის მოქცეული ეს ღმერთის ცნობიერება, თითოეული ადამიანური გონება არის სამყაროს მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალიზაცია. ანუ ყველა ადამიანში არის თანაბრად ჩადებული ღმერთის ეს უდიდესი ცნობიერება. სამყაროსეული გონი არის სტატიკური, ანუ პოტენციური ენერგია, იგი უბრალოდ არსებობს. იგი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ადამიანური გონებით, ხოლო ადამიანური გონება მხოლოდ სამყაროსეული გონით. ისინი ერთიანია. და სხვათა შორის მე ჩემს შეხვედრებზე სულ ვამბობ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ ღმერთის ხელები და ღმერთის თვალები. ღმერთის ენერგია არის სტატიკური ენერგია, ანუ ენერგია, რომელიც დგას და ესე ღმერთი როგორც არსება, არსად არ დადის. ღმერთი ვლინდება ადამიანების დახმარებით. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ადამიანი არის ღმერთის ხელები. ადამიანის აზროვნების უნარი, ესაა მისი უნარი, იმოქმედოს სამყაროსეულ გონზე და გამოავლინოს იგი. ადამიანური ცნობიერება მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ აზროვნების უნარში. რამდენადაც ყოვლისშემძლე, ყოვლადმცოდნე და ყველგანმყოფ სამყაროსეულ გონში იმყოფება ყველა თვისების ჯამი, შესაბამისად, როცა ადამიანი ფიქრობს, აზრი თავისი ბუნებით განწირულია ამ აზრის პირველწყაროს შესაბამის ობიექტურ რეალობაში ან გარემოებაში განსახორციელებლად. ანუ ნახეთ, როგორც თქვით, ადამიანის აზროვნების უნარი არის მისი უნარის ზემოქმედება მოახდინოს ამ ენერგიაზე. როცა ადამიანი აზროვნებს, ის ფორმას აძლევს ამ ღმერთის ენერგიას იმის მიხედვით, თუ როგორი ხარისხის არის მისი აზროვნება. და გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ყოველი აზრი არის მიზეზი, ხოლო ყოველი მდგომარეობა არის შედეგი. სწორედ ამიტომ თქვენთვის აუცილებელია თქვენი აზრის გაკონტროლება, რათა შექმნათ მხოლოდ თქვენთვის საჭირო მდგომარეობები. ყველა აზრი, რაც გონება მაწარმოა, არის რაღაცა მიზეზი, რომელიც თავის დროზე შექმნის გარემოებებს, ანუ შექმნის მდგომარეობებს და გახდება შედეგი. ზუსტად ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ისწავლოთ თქვენი აზრების კონტროლი. ცხადია, რომ კარგად გაიგებთ რა ამ კანონს და ისწავლით საკუთარი აზრობრივი საქმიანობის კონტროლს, თქვენ შეძლებთ ამ კანონის ნებისმიერი სიტუაციისთვის გამოყენებას. სხვა სიტყვებით, თქვენ დაიწყებთ ცნობიერ თანამშრომლობას ყოვლისშემძლე კანონთან, რომელიც არის ყველა საგნის ფუნდამენტალური საფუძველი. სამყაროსეული გონი ყოველი ატომის არსებობის საფუძველია. ყოველი ატომი მუდმივად ცდილობს კიდევ უფრო მეტი სიცოცხლის გამოვლენას. ირგვლივ ყველაფერი გონივრულია, ყველაფერი ცდილობს მიაღწიოს მიზანს, ის გამოც არის შექმნილი. ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრობს გარე სამყაროში. მხოლოდ ცოტამ თუ იპოვა შინაგანი სამყარო და ხომ სწორედ ის ქმნის გარე სამყაროს. ეს ნიშნავს, რომ ის შემოქმედებითია და ყველაფერი, რასაც დაინახავთ თქვენს გარე სამყაროში, უკვე თქვენ მიერ იყო შექმნილი შინაგან სამყაროში. მასტერ გასაღების სისტემა დაგეხმარებათ იმ ძალის გამოყენებაში, რომელიც თქვენი გახდება, როგორც კი დაინახავთ კავშირს გარე და შინაგან სამყაროში. შინაგანი სამყარო არის მიზეზი, გარე სამყარო კი არის შედეგი. იმისთვის შედეგი რომ შეცვალოთ, უნდა შეცვალოთ მიზეზი. ესე იგი, შინაგანი სამყარო ყოფილა მიზეზი, ანუ რაც ჩვენ შიგნით არის, გამოვლინდება გარე სამყაროში. ანუ გარე სამყარო ყოფილა შედეგი. შედეგი რო შევცვალოთ, ანუ ის რაც ჩვენ ცხოვრებაში არ მოგწონს, უნდა შევცვალოთ მიზეზი, ანუ შინაგანი სამყარო. და ჩვენ ამას ერთად აუცილებლად შევძლებთ. თქვენ მაშინვე შეამჩნევთ, რომ ეს მთლიანად ახალი იდეა, რომელიც არ ჰგავს მანამდე არსებულ სხვა იდეებს. ადამიანთა უმრავლესობა
შედეგების შეცვლას ცდილობს შედეგებთან მუშაობისას. მათ არ ესმით, რომ ეს არის მხოლოდ ერთი ტანჯვის მეორეთის შეცვლა. უთანხმოების აღმოსაფხრელად საჭიროა იმ მიზეზის აღმოფხვრა, რომელიც შეიძლება ვიპოვოთ მხოლოდ შინაგან სამყაროში. ანუ ნახეთ, თუ ჩვენ რაღაცა ჩვენს ცხოვრებაში არ მოგწონს, რაც უკვე არის და ვხედავთ, ხო? იმას კი არ უნდა ვებრძოლოთ, უნდა ვეძებოთ, რატომ მოხდა ის, რაც ჩვენ დღეს არ მოგწონს. მაგალითად, თუ ჩვენ გვაქვს ისეთი სამსახური, რომელიც ჩვენ არ მოგწონს და ამ სამსახურში ყველა ნერვებს გვიშლის და ნეგატიურ სიტუაციაში, უნდა ვეძებოთ მიზეზი ჩვენ შინაგან სამყაროში, ჩვენს შინაგან სამყაროში, რატომ მოხდა ის, რომ მაინდა-მაინც თქვენ და მაინდა-მაინც ამ სამსახურში მოხვდით და დამერწმუნეთ, თუ ამ მიზეზს იპოვით და მიზეზს შეცვლით, შედეგით შეიცვლება. შეიძლება სრულიად ახალ ადგილზე გადახვიდეთ სამუშაოდ. ან შეიცვალოს თქვენი თანამშრომლების უფროსების დამოკიდებულება თქვენს მიმართ და ასე შემდეგ. ნებისმიერი ზრდა შიგნიდან ხდება. ბუნებაში ყველაფერი ამას დემონსტრირებს. ნებისმიერი მცენარე, ცხოველი, ნებისმიერი ადამიანი ამ დიადი კანონის მოწმეა. ადამიანები კი საუკუნეების მანძილზე ერთსა და იმავე შეცდომას უშვებდნენ. გარეთ ეძებდნენ ძალასა და ენერგიას. შინაგანი სამყარო სამყაროსეულის სიუხვის რქაა, ხოლო გარე სამყარო მისი სათავეა. მიღების ჩვენეული უნარი დამოკიდებულია ჩვენ მიერ სამყაროსეული წყაროს ამ უსასრულო ენერგიის აღიარების ხარისხზე, რომელიც არის თითოეულ ჩვენგანში. როგორ ასრულებს ამ გაკვეთილს? ამ გაკვეთილს ასრულებს იმით, რომ შენ უნდა აღიარო ის, რაზეც აქამდე ჩვენ ვისაუბრეთ. ის, რომ თურმე არსებობს შინაგანი სამყარო და არსებობს გარე სამყარო. თურმე შინაგანი სამყაროს მიხედვით იცვლება გარე სამყარო და თუ შენ ცხოვრებაში რაღაც დღეს არ მოგწონს, ეს არის იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა არასწორ, ნეგატიურ, დამანგრეველ აზრებს აწარმოებს შენს გონებაში. ასევე აუცილებელია აღიარო ქვეცნობიერი და ცნობიერი გონება და მიხვდე იმას, რომ მათი ერთობლივი მუშაობით შენ შეგიძლია შეცვალო შენი ცხოვრება. საწყის ეტაპზე საკმარისია მხოლოდ ამ ყველაფრის აღიარება და დანარჩენი ცოდნა ნელ-ნელა წიგნის ცოდნასთან ერთად გაიხსნება. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე, სავარჯიშოზე. შეგახსენებთ, რომ თითოეული სავარჯიშო სრულდება ერთი კვირის განმავლობაში, ანუ 7 დღის განმავლობაში, სრულდება თვალდახუჭულ მდგომარეობაში. სასურველია დღის პირველ ნახევარში მინიმუმ 15 წუთი და ასევე სასურველია შესრულდეს ერთსა და იმავე დროს და ერთსა და იმავე ადგილზე. ამას ჩვენ თავად სავარჯიშოს ინსტრუქციაშიც წავიკითხავთ. სავარჯიშო ნომერი 1. ახლა კი დაიწყეთ თქვენი თხოვნების გამოხატვის შესწავლა. აირჩიეთ ოთახი, სადაც შეძლებთ მარტო ყოფნას და არავის შეგაწუხებთ. დაჯექით სწორად, ისე რომ თქვენთვის მოსახერხებელი იყოს, მაგრამ ნუ წამოგორდებით და თქვენმა აზრებმა იხეტიალონ, სადაც მათ მოუნდებათ, მაგრამ სრულიად უძრაობაში იყავით 15 წუთიდან ნახევარ საათამდე. ამით დაკავდით რამდენიმე დღე. ან ერთი კვირა, სანამ არ მოიპოვებთ სულ კონტროლს თქვენს ფიზიკურ სხეულზე. ბევრისთვის ეს უაღრესად რთული ამოცანა იქნება, სხვებისთვის უფრო ადვილი, თუმცა მეცადინეობების გაგრძელებამდე უნდა ისწავლოთ თქვენი სხეულის მთლიანად გაკონტროლება. შემდეგ კვირას თქვენ მიიღებთ მითითებებს მომდევნო ნაბიჯის შესახებ. ჯერ ეს ვარჯიში აითვისეთ. ანუ ესე იგი, რას ვაკეთებთ ერთი კვირის განმავლობაში. ვჯდებით ოთახში, ვთავსდებით კომფორტულად, არ ვწვევით, მივაყრდნოთ ზურგის საზურგეს, რომ არ დავიღალოთ, დავხუჭოთ თვალები და უბრალოდ ვიყოთ უძრავად, მინიმუმ 15 წუთი. ანუ აზრებმა იხეტიალონ, თქვენი ამოცანაა მინიმუმ 15 წუთი არ გაექანოთ, ანუ იჯდეთ თვალდახუჭული. ამ 15 წუთის განმავლობაში თქვენ შეგაწუხებთ თქვენი ტანსაცმელი, მაგრამ პირობა ასეთია, მინიმუმ 15 წუთი უნდა იჯდეთ უძრავად და არ უნდა გააქანოთ თქვენი სხეულის არც ერთი ნაწილი. უძრავად ჯდომა არ ნიშნავს გაშეშებას, არ ნიშნავს მოჭიმულობას. უბრალოდ სხდებით, ისე რომ არ ხართ დაძაბული, ხუჭავთ თვალს, ისე როგორც ახლა მე ვარ, ალბათ კარგად ჩანს კამერაში და არ აკეთებთ არაფერს, არ აქანებთ ხელებს, ფეხებს და ფეხები არ უნდა გქონდეთ გადაჯვარედინებული, ხო, ლამის დამავიწყდა, უბრალოდ ეს დაჯექით, ხელის გულები მიმართეთ ზემოთ, თვალები დახუჭეთ და
დაიმორჩილეთ თქვენი სხეული 15 წუთის განმავლობაში. ეს სავარჯიშო შეასრულეთ 7 დღის განმავლობაში და მე ზუსტად ერთ კვირაში შემოგიერთდებით ახალი ვიდეოთი და მასთან ერთად ახალი სავარჯიშოთი. ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც უყურა ამ ვიდეოს და განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც სავარჯიშოს შეასრულებს. მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ მენტალური ზრდის აკადემიის გვერდი, დაწეროთ კომენტარები და გაუზიაროთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს. რადგან ამით ძალიან კეთილ საქმეს აკეთებთ აკადემიისთვის, რადგან ჩვენთვის ცნობადობის გაზრდა მნიშვნელოვანია და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ ცოდნის მიღება ძალიან სჭირდება.